გამოჩნდა ეკრანი? მე მგონი გამოჩნდა, კი. კი, ჩანს. ხო. მოკლედ PayPal თვითონ კი დიდია, სადღაც 1.50 გვერდამდეა, მაგრამ თან საკმაოდ ძველი PayPal-ია. დამატება უნდა ვიღაცას თუ სალო შენ დამატებ? დავამატე. აჰა, ხო, შენიერი. კაი. თუქსმენიათ რა არის stacked მოდელები რა, ან ესტიმატორები მაგის შესახებ თუქსმენიათ რამე? კი. აბა, აუხსენიებო მეგობრებს ნიკოლოზ. რამდენიმე მოდელის გადაწყვეტილებას რომ რაღაცა მათემატიკური მეთოდით ვაჯამებთ, რომ მივიღოთ უფრო უკეთესი შედეგი. კი, ეგ არის ზუსტად. ანუ ფაქტობრივად რამოდენიმე მოდელის აუთპუტი არის კიდე საბოლოო მეტაესტიმატორს ეძახიან იმას, იმ მეტაესტიმატორის ინპუტი. მაგრამ ეხლა აქ აუცილებელია შემდეგი პრინციპი. რას ამბობს ეს სტატია? ეს არის პირველადი სტატია, მე მგონი ამ stack generalization-ი, აქ ტერმინოლოგიაც სხვადასხვანაირია, ცოტა შეიძლება თანამედროვე ML-ის ტერმინოლოგიას ახმარობენ, ძველი ტერმინოლოგია სავარაუდოდ. ხო და მოდი უბრალოდ ესე ვუცბად პრინციპს აგიხსნით რა, რეალურად რა არის. მოკლედ ჩვენ ხო დავუშვათ გვაქვს რაღაც data set-ი. დავუშვათ რაღაც ფიჩარები, რომელიც არის თითოეული ფიჩარი ეკუთვნის ერთი წუთით. რაღაცა თითოეული ფიჩარი არის დეგანზომილებიანი. არდის. და სულ მაქვს რაღაცა ესეთი n ცალი ფიჩარი, მაგალითად, n ცალი ჩანაწერი. ანუ საბოლოო ჯამში ჩემი x მატრიცა არის რაღაცა input მატრიცა, ანუ ჩემი feature space-ი არის რაღაც n by d. ეხლა მე ხო შემიძლია ეს და ნუ აქეთ ცალკე მაქვს კიდე y ვექტორი თითოეული ჩანაწერის შესაბამისად, რომელიც ასევე არის რაღაცა r განზომილებიანი ვექტორი, n განზომილებიანი უბრალოდ. იმიტომ რომ თითოეული x ერთი ცალი y-ი შეესაბამება. y-ი შეიძლება იყოს უწყვეტი, მაშინ რეგრესიული ამოცანა გვაქვს და თუ რაღაც დისკრეტულია, მაშინ კლასიფიკაციის ამოცანა გვაქვს. და თუ ამ დისკრეტულიდან მხოლოდ ორ მნიშვნელობას ღებულობს, მაშინ ბინარო. თუ არა და მაშინ მულტიკლასიფიკაცია. კაი. ეხლა ჩვენ ხო შეგვიძლია ეხლა რამოდენიმე მოდელი ავიღოთ და ამ რამოდენიმე მოდელის საშუალებით ვისწავლოთ x-სა და y-ს შორის დამოკიდებულება. რავი, რაღაცა მოდი ამ მოდელს დავარქვათ, რაღაცა f1 მოდელი. თავზე ჰეთი გაუკეთოს იმის მანიშნებლად, რომ ეს არის რაღაცა მანქანური დასწავლის მეთოდით მიერ იდენტიფიცირებული მოდელია, რომელიც გვაძლევს რაღაცა y მნიშვნელობას, პატარა y მნიშვნელობას. ანუ ყოველი იური ჩანაწერისთვის აი ამ მატრიციდან მე მაქვს რაღაცა მოდელი უკვე დასწავლილი, აი ამ მატრიცაზე დასწავლილი მოდელი, ისევ რომ დავატრენინგე აი ამ ინპუტების გამოყენებით, x-ისა და y-ის გამოყენებით და დავისწავლე რაღაც კონკრეტული დამოკიდებულება x-სა და y-ს შორის. ნუ რა ვიცი, შეიძლება ეს იყოს, რავი, რომელი მაგალითად KNN-ი რა, k-nearest neighbor-ის მოდელი შეიძლება იყოს ეს. ასევე შემიძლია მე ავიღო მეორე მოდელი, რავი, ეს იყოს random forest-ი მაგალითად.
და იგივე დამოკიდებულება დავისწავლო ამითაც. ნუ აქ ახლა ცალსახად ცხადია, რომ ეს Y-ი არ არის აუცილებელი, რომ ერთმანეთის ტოლი იყოს. რა მიკითხო ხო არ არის? ჯერჯერობით არა. აჰა, მშვენიერი. ანუ არ არის აუცილებელი, რომ ერთმანეთის ტოლი იყოს, მაგრამ შეიძლება ისე აღმოჩნდეს, რომ ერთმანეთის ტოლი იყოს, რა. რა ვიცი, ამ KNN-მაც და random forest-მაც იგივე დაგვიბრუნოს. რავი, მესამესაც ავიღებ, რა პრობლემაა, ვინ ზღუდავს ამაში? რავი, ეს იყოს X-ში ბუსტი პირობითად. და ესეც რაღაცა გავწვთნი აი ამ დატაზე მთლიანად X-ზე და Y-ებზე. და ესეც რაღაცა ახალ მოდელს მომწევს, ან ახალ წესს, რომელიც მეუნება, რომ კონკრეტული ინფუტი რო შევა, რაღაცა აი ამ X-ში ბუსტის ალგორითმით დაიდენტიფიცირებული წესებით დაუკავშირებს ამ ინფუტს რაღაცა აუთპუტს Y-ს. და ასე შემდეგ მე ხო შემიძლია რავი რამოდენიმე ცალი ესტიმატორი ავაგო რა. რავი, მოდი იყოს K. და ესეც მომწევს რაღაცას კიდე ახალ Y-ს. მოკლედ რომ ვთქვათ, ფაქტიურად გამოდის, რომ ყოველ შემავალ ინფუტზე, X-ზე მე მაქვს აქეთკენ რაღაცა აცალი ვექტორი. ასე შემდეგ, ყოველი ესტიმატორის აუთპუტი. კაი. ყოველი ესტიმატორის აუთპუტი მაქვს. მაშინ რა გამოდის ახლა მე? რომ მე შემიძლია მოდიში უკაცრავად ესე კი არა, მოდი ესე გადავწერ, უფრო გასაგები რო იყოს. ჩაწერის მანერა შევცვლი რა. ამას ავიღებ ჰორიზონტალურ ვექტორად ჩავწერ რა. F1 და ასე შემდეგ. ანუ ყოველ ინფუტზე მე მაქვს ეს აუთპუტები. K განზომილებიანი ვექტორი მაქვს, რომ თითოეული კომპონენტი შეესაბამება ამ K განზომილებიანი ვექტორიდან ყოველი კომპონენტი შეესაბამება რაღაც კონკრეტული ესტიმატორის პროგნოზს. მე თუ აქ მაქვს n ცალი ჩანაწერი, მაშინ ცხადია, რომ აქ საბოლოო ჯამში ყველა ჩანაწერზე რო პროგნოზს გავაკეთებ, საბოლოო ჯამში დამებრუნდება ახალი მატრიცა. აქ იქნება ერთიანი. ანუ ამ X აქ უკვე დიდი X იქნება ინფუტი. ეს კაური ესტიმატორის პროგნოზია ბოლო ჩანაწერზე იმ საწყის მატრიცაში. კი ბატონო. მე მგონი გაუგებარი აქ უკვე აღარაფერი აღარ არის. ჯერჯერობით უკვე რა პრინციპში არც ყოფილა. ანუ მე მივიღე რაღაცა ახალი მატრიცი. განზომილება, დატის განზომილება არის იგივე. უბრალოდ თავიდან ინფუტები თუ იყო დეგანზომილებიანი, ეხლა ყოველი ჩანაწერი, ანუ ამ მატრიცაში ყოველი სტრიქონი თუ დეგანზომილებიანი ვექტორი იყო, ეხლა ამ ახალ ინფუტში, ახალ მატრიცაში უკვე ყოველი სტრიქონი არის რაღაცა K განზომილებიანი. ოკეი, მაქვს ახალი რაღაცა მატრიცა. ეხლა როგორღაც მე მინდა რომ შევწონო თითოეული ესტიმატორის შევწონო კი რომ უბრალოდ გავაერთიანო ამ ესტიმატორების პროგნოზი. რა პრობლემაა ეხლა ეს, როგორც გამოვიყენო როგორც ახალი ინფუტი, სხვა რაღაცა მოდი ამას დავარქვათ H. სხვა რაღაცა H ესტიმატორში. მაგალითად ეს H ისე ვიყოს, რავი, X-ში ბუსტი, ან ლოჯისტიკური რეგრესია, ან რავი, სულ ერთია წფივი რეგრესია.
ან ისევ KNN-ი, ან რავი, რომელიც თქვენ გაგიხარდებათ ის. ანუ საბოლოო ჯამში მოდი ამას დავუძახოთ დიდი F-ი, ეს არის ახალი ფიჩარი, ანუ გამოყვანილი ფიჩარები უკვე და ეს F-ი პროგნოზირებს უკვე აი ამ ეს H პროგნოზირებს სწავლობს უпростоრად უკვე აი ამ F-სა და Y-ებს შორის დამოკიდებულებას. მივხვდით ხო, რასი არის საქმე? შესაბამისად, აქ დასწავლად სტანდარტული გაგებით ხდება, ლოსებით და ასე შემდეგ. აი აქ თქვენ არჩევთ რაღაცა სტანდარტულ სხვადასხვა ტიპის ლოსებს, ან იმის და მიხედვით რა ტიპის ამოცანა გაქვთ, რეგრესია თუ ასე შემდეგ. და შესაბამისად, აქ თითოეულ ესტიმატორს უსეტავთ თავის ლოსებს და მე აქაც საბოლოო ესტიმატორში გავუსეტავთ ლოსს და მოახდენთ იმ ლოსის მინიმიზაციას, ტარგეტი იქნება Y აქაც. ოღონ ინპუტი იქნება X-ის ნაცვლად უკვე ეს დიდი F-ი, გარდაქმნილი F-ი და დაისწავლეთ დამოკიდებულებას ამ F-სა და ამ Y-ს შორის რა. მაგრამ აი აქ რა პრობლემა შეიძლება წარმოიქმნას? კაი იდეაა, კი ბატონო, მშვენიერია. მაგრამ პრობლემაა ერთი და თქვენი აზრით რა იქნება აქ პრობლემა? overfitting-ი. კი ბატონო, ზუსტად. ანუ overfitting-ი რატო? რომ ეს Y-ები, ამ Y-ების შესახებ ინფორმაციები უკვე აი ამ F-ებში უკვე ასახულია ფაქტიურად. და გამოგდით, რომ ძალიან ზედმეტად ზედმეტს ასწავლით, ანუ overfitting-ს მიყავთ საბოლოო ჯამში თქვენი prediction-ი, ამ H-ის საბოლოო prediction-ი. კარგი და overfitting-ის პრევენციის აი ამ კონკრეტულ კონტექსტში რაღაცა მეთოდი ხომ არ მოგდით თავში აზრად, რა შეიძლება გამოვიყენოთ? იმის მაგრად რომ დავასწავლოთ და რაღაც ახალი ფუნქცია შევქმნათ, რამე საშუალო ნეგატივი რო ვისმაროთ თუნდაც. საშუალო, ანუ შენ ამბობ ამ prediction-ების საშუალო რო ავიღოთ? ხო, ანუ რეალურად სტაკინგის ერთ-ერთი მეთოდი თუნდაც რავი, average voucher-ი. კერძო შემთხვევაა სტაკინგის, კი, კერძო შემთხვევაა სტაკინგის, მაგრამ ეგ შესაძლებელია დასწავლა, ხო? და მაგ შემთხვევაში overfitting-საც ხდება თავიდან. ვერ გამოგყევი ნიკოლოზ რა თქვა? ანუ რაღაც ფუნქცია უნდა ქონდეს 100%, რომელიც დაისწავლის ამ მატრიცას, ხო? იმიტომ რომ სხვა მეთოდები სხვა არსებობს, სადაც დასწავლა არაა საჭირო. ვერ მივხვდი რას მეკითხები სიმართლე რო გითხრა. რისი დასწავლა არ არის საჭირო? ანუ ამით ხომ ახალ ესტიმატორს ვქნით, რომელიც ამ თლიან მატრიცას აიღებს და სწავლობს. კი, ანუ შენ ამბობ მაგალითად random forest-ში როგორც არის, ხო? იქ რაღაცა 100 ერთმანეთსგან განსხვავებული ხეგაქვს. იგივე შეიძლება აქ ყველა random forest-ი იყოს, ოღონდ უბრალოდ ერთმანეთსგან აი ეს ესტიმატორები აქ არავინ მკვდავს შენ, რომ გინდა თუ არა სხვადასხვა კონცეფციების ესტიმატორები აიღეო. Random forest-ები შეიძლება იყოს K-ს უყველა, როგორც random forest-ი არის და ეგ random forest-ის დაახლოებით სტაკინგის ერთი და იგი, ანუ კერძო შემთხვევაა, ოღონდ ასაშუალოებს იმის ყველა ხის პროგნოზს. ეგეც კერძო შემთხვევაა, კი, ერთ-ერთი. მაგრამ აქ ახლა ყველაზე ეფექტური ის არის, რომ აი ეს overestimation უბრალოდ overestimation ბოდიში, overfitting-ი თავიდან რო ავიშოროთ, ერთ-ერთი ყველაზე ისევ და ისევ ეფექტური მეთოდი არის cross validation. ანუ k-fold validation შემოვიღოთ, k-fold cross validation გავაკეთოთ და კერძოდ რა დავუყოთ აი ახლა ეს x-ი რაღაცა მაგალითად 3 ტოლ ნაწილად, 3 ნაწილად უბრალოდ მთელი data, რაც მაგ ხელთარსებული გადავდო ერთი fold-ი ცალკე, დარჩენილ ორ fold-ზე დავატრენინგო აი ეს კლიანი ყველა ჩემი K ესტიმატორი და იმ გადადებულ held out fold-ზე დავაპრედიქტო უკვე და ეს თითოეულ დატრენინგებული ესტიმატორების პროგნოზები მივიღო. მეორე fold-ი ანუ ეს მომცემს რას? მესამედს, ხო, ანუ მთლიანი დატასეტის მესამედს მომცემს პროგნოზებად. ხდებით ხო ამას? მეორე fold-ი გადავდო ცალკე. დარჩენილ
ორ fold-ზე დავატრენინგო ისევ ეს კაცალი ესტიმატორი და მეორე fold-ის prediction-ები უკვე აი მეორეჯერ რო გადავატარებ ამ ტრენინგს, მე უკვე ცალკე გადადებულ held-out set-ზე დავაპროგნოზო და მე მესამე გადავდო კიდე მასე და ასე შემდეგ. საბოლოო ჯამში მომწევს ისევ იგივე, აი ეს f-იც იქნება n/k, უკვე აბნავგვარად მიღებული f-ი იქნება უკვე პირველი განზომილება იქნება ისევ n-ი, ანუ რამდენი დატას მქონდა, ისევ იგივე დატა მექნება, დატა არ შემემცირდება. უბრალოდ რაზეც დავატრენინგე ეს ესტიმატორები, იმათზე არ არის პროგნოზები გაკეთებული, იმ სეტებზე არ არის პროგნოზები გაკეთებული უკვე ამ f-ებში. მიხვდით ხო? და ნუ ამით ეს არის ერთ-ერთი ეფექტური მეთოდი იმისა, რომ overfitting-ი ავიცილოთ. მაგრამ საბოლოო ჯამში გამოდის, რომ მე მაქვს თუ სამ fold-იან cross validაციას ავარჩევ, აი თუნდაც f1 რო ავიღოთ, ამ f1-ის არის f1 ესტიმატორის სამი ერთმანეთისგან განსხვავებული ვერსია მაქვს, ხო? პირველი fold-ი იყო ცალკე გადადებული და მეორეზე და მესამეზე fold-ებზე დავატრენინგე, მეორე როცა მეორე fold-ი იყო ცალკე გადადებული და პირველ და მესამე fold-ზე დავატრენინგე და მესამეც იგივე, ხო? პრინციპულად. ანუ გამოდის, რომ ყოველი ესტიმატორისთვის მე რაღაც სამი ერთმანეთს, ანუ რამდენი fold-ის მქონდა cross validation-ში, იმდენი ერთმანეთისგან განსხვავებული ესტიმატორი მაქვს. ანუ საბოლოო ჯამში მე მჭირდება როგორი რაღაც, იცით, რომ ჩემი აი ამ h-ში ამ h-ში გაერთიანებული უნდა იყოს აი ეს თითოეული ესტიმატორი. ანუ ჩემი საბოლოო პროგნოზი უნდა იყოს აი ესეთი სქემის დაახლოებით. ანუ აი ამ stacked estimate-ების output-ი არის აი ეს საბოლოო ჯამში. ხვდებით ხო? კავშირს ხედავთ მე მგონი მარტივი. ეხლა ჩდება კითხვა, თუ მე cross validation-ს გამოვიყენებ იმისთვის, რომ მე overfitting-ისგან დაზღვეული ვიყო და overfitting-ი თავიდან ავიცილო, მაშინ გამოდის, რომ ყოველი რამდენი fold-იც მაქვს, თითოეული ესტიმატორისთვის იმდენი ვარიანტი მაქვს. აი აქ მაშინ რა უნდა წამოვიდეს, რა რომელი ვარიანტი გამოუშვათ საბოლოო ჯამში, იმიტომ რომ მე რაღაცა ერთი ვარიანტი მჭირდება. რამე იდეა ხო არ გაქვთ რა შეიძლება იყოს solution-ი? ერთი ვარიანტი არის ისევ საშუალოა იყო, რასაც ამბობდი შენ, მაგრამ ანუ თავიდან, ანუ ამ f1-ის თუ სამი ცალი ვარიანტი მაქვს, რაღაცა ისეთი ესტიმატორი გავაკეთო, რომ გავაერთიანო. სამივე, მაგრამ ნუ ამ paper-ში მაგას არ ამბობენ, რაღაცა სხვა გზით მიდიან, რომ ეს f1 საბოლოო f1, რომელიც აი ამ h-ში გაერთიანდება. ანუ ეს რას ნიშნავს? ეს ტრეინინგის პროცესია და ეს x-ი უკვე სატესტო ასე რომ ვთქვათ, სატესტო წერტილია. და რო შემოვა ეს x-ი ჯერ გაივლის აი ამ ესტიმატორების პროგნოზებს, აი ამ ესტიმატორებით დაპროგნოზდება, მივიღებთ კაცალ პროგნოზს და მე ამ h-ით დაპროგნოზდება, რომელიც უკვე აი ამ გარდაქმნილ feature set-ზე არის დატრენინგებული. მაგრამ cross validation-ის შემთხვევაში მე როგორც ვთქვი, ამ f1-ების ყველა ესტიმატორის რამოდენიმე ვარიანტი მაქვს და აქ ეხლა რომელიღაცა უნდა შევიდეს. ყველას ვერ შევიყვან, ხო ცხად? და ნუ მაგისტვის ეხლა ესენი გვთავაზობენ ესეთ რაღაცას, რომ ხო ავაგეთ ესეთი cross validation-ით და h-ი ხო დავატრენინგეთ აი ამ აგებულ სიმრავლეზე. ასეთნაირად აგებულ ახალ გარდაქმნილ feature set-ზე, ასე რომ ვთქვათ. ეს მეტაესტიმატორი h-ს უკვე ეძახიან მეტაესტიმატორს. მერე უკვე ხელახლა წვრთნიან აი ამ ყველა k-ესტიმატორს ხელახლა ტრენინგებენ ოღონდ უკვე ისევ სრულ დატაზე საბოლოოდ. და ეგ სრულ დატაზე გადატრენინგებული აი ეს f1-ები შეყავთ უკვე აქ საბოლოო ესტიმატორში. ეს არის და ეს. ფაქტურად მთელი იდეა აი ამ 50 გვერდიანი paper-ის აი ეს არის.
კიდე აქ წარმოიქმნება ესეთი შემთხვევა, რომ როგორც თქვით, აი აქ შეიძლება ერთი და იგივე ინფუტები მივიღოთ. ანუ Y-ები, აი შიგნით base estimate-ორებმა, ანუ level ნულოვანი დონის estimate-ორებმა შეიძლება მოგცეს ერთი და იგივე ინფუტი. მაგრამ ტარგეტები მე H-ის გაცნას რო დავიწყებ, ანუ რას ვამბობ, რომ ხო, აი რამოდენიმე ჩანაწერი ამ estimate-ორებმა შეიძლება რამოდენიმე სტრიქონი აი ამ estimate-ორებმა ერთი და იგივე მომცეს. და ამ H-ის გაცნას რო დავიწყებ, გამოდის მე რომ ერთი და იგივე X-ისთვის, რამოდენიმე განსხვავებული X-ისთვის ერთი და იგივე Y-ი მაქვს. ამ შემთხვევაში ესენი ესეთ solutions გვთავაზობენ, რომ ეგ პრინციპში მაინც პრობლემა არ არის, იმიტომ რომ სტოქასტურ შემთხვევებში ეგეთი რაღაცა ხდება, ანუ სტოქასტური პროცესია და ხდება ეგეთი რაღაც. რომ განსხვავებული X-ებისთვის ერთი და იგივე Y-ი გქონდეს. რომ ხმაურის brალი შეიძლება იყოს ეგ, იმიტომ რომ X-იც შეიძლება თვითონ განსხვავებულები იყოს. მაგრამ ესენი გვთავაზობენ ესეთ რაღაცას. რომ აი ამას მიადგითო გვერდიდანო კიდე აი ეს X-ი აქედან. ანუ X-ის მატრიცა მიადგით, იმის X მატრიცაც საბოლოო ჯამში n by k-ზე იქნება და გაერთიანებული მატრიცი, რასაც მიიღებთ, იქნება n by k plus d. და აი ამაზე ააგეთო უკვე ეს ახალი estimate-ორი. ნუ ცხადია ისევ ეს f-ები ისევ აი cross ვალიდაციის შედეგად არის მიღებული, რამდენიმე default cross ვალიდაციის შედეგად არის მიღებული. ამით ეს overfitting-ისგან თავს იცავთ. ფაქტურად REST-net-ის არქიტექტურაა. REST-net-ი ხო იცით, რომ დაახლოებით REST-net-იც იგივეს აკეთებს. გაატარებს რაღაცა გარდაქმნას ჩაუტარებს, რაღაცა layer-ში გაატარებს inputs და მერე წაიღებს და მიადგავს ამ inputs უკვე გარდაქმნილი inputs და შემდეგ layer-ში ისე გაუშვებს. ფაქტურად ესეც იგივე ნეირონული ქსელია, არავინ ზღუდავს თქვენ რომ იგივე პრინციპი და იგივენაირი, ანუ აქ ერთ წელი H კი არა იყოთ. აქაც რამოდენიმე H-ი აიღოთ, რა ვიცი, H1, H2 და უკვე ორგანზომილებიანი გარდაქმნა მიიღოთ. აი ამ input-ის და მე ეს ორგანზომილებიანი გაუშვოთ, გაერთიანოთ კიდე რაღაცა estimate-ორში. ფაქტურად layer-ებად შეგიძლიათ ჩაალაგოთ, როგორც ნეირონულ ქსელში გაქვთ. ეს stacking-ით შეგიძლიათ აი ეგრე layer-ებად გაუშვოთ. ოღონდ განსხვავება ის არის, რომ ნეირონული ქსელისაგან განსხვავებით ის არის, რომ ანუ ყოველ unit-ში აქ თქვენ გაქვთ მოდელი, რომელიც წარმოებადი არ არის პარამეტრის მიმართ და იქ კიდე თქვენ ყოველ ნოუდში რაღაც უცნობ პარამეტრი დამოკიდებული გარდაქმნა უტარდება თქვენ inputs ნეირონულ ქსელში, რომელიც წარმოებადია. და თან ის პარამეტრები ტრენინგდება ერთდროულად ფაქტურად backpropagation-ით, ხო? X-თან და Y-თან დამოკიდებულებით, მერე ის ცელდება უკან. და ნუ აქ ეგრე არ არის, ყოველი layer-ი საერთოდ უნდა გაწვდათ, რა ჯერ პირველი layer-ი უნდა გაწვდათ, რომ მაგისი output-ი გაიგოთ რა არის და ატრენინგოთ. მაგის გარდაქმნა რა იქნება. მერე მეორე layer-ი თუ აქ კიდე ამასაც stacking-ს გაუკეთებთ და ასე შემდეგ, თქვენ შეგიძლიათ ბევრი ააწყოთ. არის რამე რთული იდეა ამაში? არა, გასაგებია. და ხო, ნუ მათემატიკურად მტკიცდება, რომ აი ამ უკვე გაერთიანებული საბოლოო მეტაესტიმეტორის სტომილება პერფორმანსი ფაქტიურად ანუ სულ მცირე ნაკლებია, არ აღემატება აი ამ ესტიმეტორებისგან საუკეთესოს პერფორმანსს რა. სულ მცირე ყველაზე საუკეთესო თუ არ გააუმჯობესა ამ ესტიმეტორმა აი ამ მასში პირველ base ესტიმეტორების პერფორმანსი, სულ მცირე მაშინ ყველაზე კარგი პერფორმანსის შედეგს მოგცემთ, რა ისეთი იმ ესტიმეტორის შედეგს მოგცემთ, რომელიც ყველაზე კარგი პერფორმანსია. კარგი.
მე მგონი აქ რთული არაფერი არ არის, იდეა ეს არის აი ამ სტაკინგის. უბრალოდ ეხლა ტექნიკური საკითხი არის, აბა თქვენი აზრით ჰიპერპარამეტრები, რომელიც ანუ აი ჰიპერპარამეტრებს რა მოუხერხოთ, აბა თქვენ რა გადაწყვეტილებას მოუძებნით ასეთ შემთხვევაში? რომელ ჰიპერპარამეტრებს? რა ვიცი, აქ მოდელების, ასე რომ ვთქვათ, მთელი წყება არის და ყველა მოდელს თავისი ჰიპერპარამეტრი აქვს, რომელსაც ტუნინგი უნდა. ხო ეგრე ხო არ არის, ეგრევე დეფოლტ პარამეტრებად ხო არის, პარამეტრებით ხო არ იღებთ მოდელს. ანუ აქ კაცალი გარდაქმნა ბოლოს n by k-ზე რო გამომდის აქეთ მატრიცა, ეს ჩათვალეთ, რომ კაცალი მოდელი მაქვს მე აქ. და თუ მხოლოდ ერთდონიან სტაკინგს ვაკეთებ და h-ში ვაერთიანებ უკვე ამის აუთპუტებს, მაშინ k + 1 ცალი მოდელი მაქვს. შესაბამისად, რავი რა, თითოეული მოდელი გააჩნია რა მოდელი არის ახლა აქ. რა ჰიპერპარამეტრებიც აქვს, იმ ჰიპერპარამეტრებს ყველას ტუნინგი უნდა, ამასაც და ამასაც. ხო და ნუ ყოველას რო ცალ-ცალკე დავუყვე და დავაფაინტუნოთ, ძალიან დიდი computational resource მოუნდება და ალბათ ყველაზე კაი ვარიანტია იმ hash ფუნქციის ჰაიპერპარამეტრების ტუნინგი და ისინი უბრალოდ რაღაცა fixed პარამეტრებზე რო დავაყენოთ. ხო, აი მართალი ხარ შენ, ზოგადად ეს მიდგომა კომპიუტერს, ანუ გამოთვლითი რესურსის კუთხით ხარჯიანია. თუმცა ერთადერთი ვარიანტია ეგ არის, რაც შენ თქვი, ცალ-ცალკე უნდა დააწუნინგო, აი ესენი. ამ შემთხვევაში ერთადერთი ვარიანტი და სწორი ეგ არის. თითოეული ჰიპერპარამეტრები, თითოეული მოდელისთვის ცალ-ცალკე აი ამ დატასეტზე დაყრდნობით მოახდინო ჰიპერპარამეტრების ტუნინგი, თუ საქმე ისე დადგა, რომ აი სტაკინგის ეფექტი ის არის, რომ გარანტიას გაძლევს სტაკინგი, აი ეს h-ესტიმატორი საბოლოო ჯამში რომ რაღაც შედეგს მოგცემს და პერფორმანსს რო დაგიდებს. გარანტიას გაძლევს იმისას, რომ თუ არ გააუმჯობესა, თუ ყველას არ აჯობა აქვს, აქედან ვერ აჯობა. ყოველ შემთხვევაში იმაზე უარესი პერფორმანსი არ ექნება, როგორც საუკეთესოს აქვს. ანუ სტაკინგის პლუსი ეგ არის. რომ თუ თქვენ აი ცადეთ მრავალი ვარიანტი ესტიმატორებიდან, ხო, ერთი, მეორე, აი კაცალი ვარიანტი ცადეთ და სასურველ შედეგს მაინც ვერ მიაღწიეთ და რომელიღაცა მაგალითად F1-მა მოგცეთ ყველაზე კარგი შედეგი, მაგრამ მაინც არ გაკმაყოფილებთ თქვენ ეგ შედეგი. და ამ დროს გიღირთ, რომ წახვიდეთ ამ გამოთვლითი რესურსის მაგ ხარჯზე რა, მაგ ნაკლზე ეგ ლოსი გაიყოთ, რომ იყოს დიდი ხანი ითვალოს და იყოს რთული პროცესი. პროგნოზირების რთული პროცესი, მაგრამ ნუ ტრენინგის რთული, დიდხნიანი პროცესი. მაგრამ რა ვიცი, იქნებ როგორმე გავაუმჯობესო კიდე. ხო და აი მაგის საშუალებას გაძლევთ ეგ სტაკინგი, რომ ანუ თუ არ გააუმჯობესა, ყოველ შემთხვევაში არც უარეს შედეგს არ მოგცემთ რა. და ხანდახან არის რაღაც შემთხვევებში, რომ შეიძლება გიღირდეთ ეს. და ღირდეს კიდეც ეს სტაკინგი რა. რაღაც კონკრეტულ შემთხვევაში. ასეთ შემთხვევაში მე უკვე თითოეული ესტიმატორის ჰიპერპარამეტრები ცალ-ცალკე უნდა დააწუნინგოთ, ცალ-ცალკე დაისწავლოთ მათი საუკეთესო სეტი, ყოველი კონკრეტული მოდელისთვის ჰიპერპარამეტრების საუკეთესო მნიშვნელობები და დაფიქსოთ ისინი. აი მე რო დაფიქსავთ ამას, ამ თითოეულ ჰიპერპარამეტრებს, თითოეული მოდელის ჰიპერპარამეტრებს და მიიღებთ აი ამ ტრანსფორმირებულ დატასეტს n by k-ზე, ან რა ვიცი, შეგიძლიათ ეს x-ის მიადგათ ისევე აქედან გვერდით n by k + d-ზე. ახალ ტრანსფორმირებულ ფიჩერსებს რომ მიიღებთ, მე აი უკვე მაგ ახალ ტრანსფორმირებულ ფიჩერსებზე უკვე იწყებთ h-ის ჰიპერპარამეტრების ტუნინგს. აი ამაზე ტრანსფორმირებულ დატასეტს. და ნუ დანარჩენი უკვე იმ h-ის ჰიპერპარამეტრებსაც დაფიქსავთ. და ნუ კიდე ერთხელ გადაატრენინგებთ იმ დაფიქსული ჰიპერპარამეტრებით ამ h-ს და ამათაც კიდე ერთხელ გადაატარებთ სრულ დატასეტზე, უკვე დაფიქსული ჰიპერპარამეტრებით, რომ საბოლოო ჯამში შეკრათ თლიანი თქვენი, ანუ რა გარდაქმნები გაიაროს ამ ინფუტმა პროგნოზამდე, რომ დაფიქსოთ ეგ პროცესი, ოპერაციები
და всё საბოლოო ჯამში ეგ არის მთელი სტაკინგის იდეა და პრინციპი. სული არა მე ცოტა მოკლე გამოგვივიდა დღეს სავარაუდოდ. ეხლა ამხელა PayPal-ის ჩავლას და აქ დეტალებთან რაღაც გაურკვეველი ცოტა უცხო ტერმინებით საუბრობენ, რომელიც სტანდარტული ML-ის ტერმინოლოგია არ არის. ოდა, იდეა ეგ არის საბოლოო ჯამში. ამის ეხლა ახსნას და იმ ტერმინების დამახსოვრებას ჯობია რომ აი ეს გაიაზროთ უბრალოდ რა. და თქვენ შეგიძლიათ ააწყოთ ასე, რა ვიცი, სტაკინგის რამოდენიმე ფენა, როგორც ნეირონული ქსელს აკეთებთ ხოლმე. რა ჩვეულებრივ ამუშავოთ რამოდენიმე ესტიმატორი და უბრალოდ ეს იმის გარანტიას გაძლევთ. უგინდათ რავი, ეგეც გამოვიყვანოთ, მოდი ბარემ გაჩვენებთ მაგასაც. რა მაძლევს მაგის გარანტიას მე რომ მათემატიკურად რო შევხედოთ რა. კერძოდ, თუ მაგალითად მე რეგრესიული ამოცანა მაქვს და ლოსად ვიყენებ კვადრატულ ლოსს, რავი, აი ესეც მაგალითად ეს არის ჩემი ლოსი, ხო? მე აქ საბოლოო ჯამში მაქვს F მატრიცი, რომელიც F მატრიცა ესე მივიღე პირობითად. და მოდი F მატრიციდან ISH იყოს უკვე წრფივი რეგრესია. წრფივი რეგრესია რას ნიშნავს? რომ მე რაღაცა ომეგა ვექტორი შემომაქვს. ანუ აქ საბოლოო ჯამში ჩაჯდება Y, ტარგეტების თლიანი ვექტორი n ცალი, აი ეს Y. და აქეთ იქნება აი ეს F-ი. გადამრავლებული რაღაცა ომეგაზე. და მე ვეძებ ისეთ ომეგას, რომელიც აი ამის მინიმიზაციას მიკეთებს. არგმინი. არგმინი ომეგებით. ეს გასაგებია, ხო? წრფივი რეგრესიის შემთხვევაში, როცა კვადრატული ლოსი გაქვთ, რომ ეს ამოცანა იხსნება. ხვდებით ხო თუ რამეს უცხოს ხო არ ვამბობ? არა, გასაგებია. ანუ ეს არის ჩემი input-ის მატრიცი, ეს არის უცნობი ვექტორი, პარამეტრების ვექტორი, ან რავი, თეტას ხმარობენ ხოლმე, როგორც წესია აქ. და ნუ ეს არის ჩემი output-ების, ანუ ტარგეტების n განზომილებიანი ვექტორი და ხსნი ამ ამოცანას და ამ ამოცანას ანალიზური ამონახსნის აქ პირდაპირ იხსნებ. ეხლა ეს თეტა არის მაგალითად რავი განზომილებიანი ვექტორია, ხო? ემთხვევა აი ამ ფიჩარის input-ის განზომილებას. ეხლა მე რო ესეთი რაღაცა ავიღო, მაგალითად საუკეთესო პერფორმანსი აქვს F1-ს. პირობითად დაუშვათ, რომ ამ F1 მატრიცის F1 ესტიმატორის პროგნოზები არის ყველაზე კარგი ამ K-დან. ოსი, ეხლა მე რო ავიღო ეს F1 და გადავამრავლო ერთეულოვან ვექტორ, უბრალოდ აი ესეთ ვექტორზე რა, აი აქ მივაწერ მაგას ბოდიში. მოდი ეს x-ი მოვაშოროთ აქედან. და აი ესეთ ვექტორზე რო გადავამრავლო. ერთიანი და ყველგან ნულიანები. ეს ხო საბოლოო ჯამში მე მომცემს F1-ის მიერ გენერირებული F1-ის პროგნოზებს ყველა პოინტზე. ხვდებით რატომ თუ ვერა?
მატრიცა და მატრიცული და ვექტორული ნამრავლები თქვენთვის ხო ცნობილია თუ არ არის ცნობილი? დიახ, ცნობილია. ნუ ესე იგი, როგორ არის, როგორ ვამრავლებთ ახლა მატრიცას ვექტორზე? მივყვებით პირველ სტრიქონს და ეს ჰორიზონტალურად, ეს ვერტიკალურად, ხო? აქ პირველ წელს, ანუ გამიფილტრავს ამ სტრიქონიდან მხოლოდ დამიტოვებს პირველს, ანუ დამრჩება F1-ის პროგნოზი X1-ზე. ეს რა არის? X1-ზე. მერე მეორე სტრიქონს გაუყვება სტრიქონის ეგრე ვერტიკალურად, ჰორიზონტალური ვერტიკალური. გამიფილტრავს მეორე სტრიქონის პირველ ელემენტს. მეორე სტრიქონის პირველი ელემენტი არის ისევ F1-ის პროგნოზია, ოღონ X2-ზე. და ასე შემდეგ, საბოლოო ბოლოს მეენე ხაზზე რო ჩამოვარ სტრიქონზე, იქაც გამიფილტრავს და ამიტოვებს ისევ F1-ის პროგნოზს მეენე data point-ზე. ანუ ეხლა ვნახოთ. შევადაროთ ეხლა აი ეს ორი გამოსახულება ერთმანეთს რა. არ გმინით ეტათი. აი Y-ი გადამრავლებული ამაზე და მეორე გამოსახულება იყოს და მოდი აი ეს არ გმინია აღნიშნოთ თეტა სტარით რაღაცა. პირობითად დავუშვათ ვიპოვე რაღაცა თეტა სტარი, რომელიც აი მაგის მინიმიზაციას ახდენს. რომელი უფრო მეტი იქნება თქვენი აზრით? აი ახლა ეს თუ მოდი E ვექტორი დავარქოთ მაგას. აი ერთიანი რო უწერია წინ პირდაპირ. თქვენი აზრით რომელი უფრო ნაკლები იქნება ახლა? ანუ ეს თეტა ვექტორიც, რომელიც მე ავიღე, ხო იგივე კაგანზომილების ვექტორი არის. როგორიც არის E ვექტორი. E ვექტორის ხო კაგანზომილებიანი ვექტორი იყო, უბრალოდ ერთიანი ეწერა პირველი. დანარჩენი ნულები. ანუ აი ნახეთ კიდე ინტუიტიურად რო აგიხსნათ რა ისევე. ანუ მე ვეძებ ისეთ კაგანზომილებიან ვექტორს, კაგანზომილებიან ვექტორულ სივრცეში, რომელიც აი ამ გამოსახულების მინიმიზაციას ახდენს. და ეს არის თეტა სტარი. ესეთი. და ეს კიდე ეს E ვექტორი არის ერთ-ერთი კაგანზომილებიანი ვექტორი. იმ კაგანზომილებიან ვექტორულ სივრცეში. თქვენი აზრით არის თუ არა სამართლიანი აი ეს ჩანაწერი? ანუ მე ეს თეტა სტარი არის ისეთი თეტა სტარი, რომელიც კაგანზომილებიან სივრცეში აი ამ გამოსახულების მინიმიზაციას ახდენს. ყველა კაგანზომილებიან ვექტორებიდან შევარჩიე მე აი ეს თეტა სტარი ისეთი, რომ ეს ამის მინიმიზაცია მოახდინა. ხოლო ეს კიდე არის ერთი კონკრეტული ვექტორი. იმ K ვექტორიდან, იმ კაგანზომილებიანი ვექტორებიდან უფრო სწორად, რომელიც უამრავია. არის თუ არა ეს ჩანაწერი ახლა სამართლიანი? ანუ არ არის რთული, უბრალოდ ალბათ ან მე ვერ ვამბობ ახლა გასაგებად რა. ანუ
ხუთიც ჩათვალეთ, რომ ხუთი ცალი ვექტორი გაქვთ რა. ერთ-ერთი არის ეს e ვექტორი იმ ხუთიდან. და მე ამ გამოსახულებით ვიპოვე ხუთიდან ისეთი ვექტორი, რომელიც ყველაზე ნაკლებ მნიშვნელობას მაძლევს ამისას. აი ამ გამოსახულების ყველაზე მინიმალურ მნიშვნელობას მაძლევს. ეხლა არის თუ არა ეხლა ეს გამოსახულება სამართლიანი, იმიტომ რომ ეს e ვექტორი იმ ხუთიდან ერთ-ერთია, მაგრამ ეს არ არის ის, რომელიც ან შეიძლება ის არის. მაგრამ ყოველ შემთხვევაში ის სამართლიანი ხო გასაგებია ხო. ხო. ან ტოლი იქნება ან ხო რა, ანუ ან ტოლი იქნება, ან ნაკლები უეჭველი, იმიტომ რომ ეს აი ამ ეს თეტასტარი კ განზომილებიანი ვექტორებიდან, ყველა ვექტორიდან ისეთია, რომელიც აი ამ გამოსახულების მინიმიზაციას ახდენს. შეიძლება ეს e ვექტორიც იყოს, არ არის გამორიცხული. და ეს e ვექტორი კიდე იმ კ განზომილებიანი ვექტორებიდან არის ერთ-ერთი, მაგრამ არ არის აუცილებელი, რომ ეს თეტას ემთხვეოდეს. შეიძლება რაღაცა სხვა ვექტორი იყოს აბსოლუტურად. სხვა რა ვიცით რაც არის. აი ესეთი ვექტორია, რომელიც მაძლევს მე საუკეთესო base estimate-ორებიდან საუკეთესო estimate-ორის პროგნოზს. ანუ უბრალოდ ფილტრავს აი ამ ტრანსფორმირებულ feature-ს და მიტოვებს output-ად საბოლოო ჯამში მხოლოდ საუკეთესო estimate-ორის პროგნოზებს. მიხვდით თუ რთულად ავხსენი შედარებით? გასაგებია ხო. ხო. ანუ გარანტირებულად იძლევა ეს H-ი, თუ რამე სასწაული შეზღუდვა არ დაადევით და შეიძლება რომ აიგრიც არ მოხდეს თუ რაღაც შეზღუდებით დავადებით, მაგრამ ეხლა როგორც არის ეს იმპლემენტირებული SKLR-ში და ასე შემდეგ, მე რაც მოვიძიე და ჩავხედე. ნუ იქ ეგ შეზღუდვები არ აქვს რა. და თქვენ რომ რამოდენიმე სტაკინგს გაუკეთებთ, რამოდენიმე estimate-ორის პროგნოზს ძალიან დატასეტისაც და მე ახალ estimate-ოს გაწვდით, გარანტირებულად მიიღებთ უკეთეს ან სულ მცირე ისეთ შედეგს, როგორიც აქვს საუკეთესოს ამ base estimate-ორებიდან რა. და ეგ რაღაც ინტუიტიურად ეხა მათემატიკური მკაცრი დამტკიცების გარეშე უბრალოდ აი გაჩვენეთ თუ რატო არის ეგ სამართლიანი, იმიტომ რომ აი თუნდაც მარტივ მაგალითზე დაახლოებით ეგრე გამოდის რა. Linear regression-ი რო ამეღო მე უკვე H-ს ნაცვლად. Meta estimate-ორად რო linear regression-ი ამეღო და კვადრატული ლოსი უკვე ცალსახად მარტივად ჩანს, რომ ამასაა გადგილი რა. კაი, რამე კითხვები ხო არა გქონდა? ხო, ეს იყო ყველაფერი, რაც შეიძლებოდა მეთქვა ამ paper-თან დაკავშირებით. კიდე ერთი გადავხედო რამე მონიშნული. ხوار გამომჩა. ხო, არა, ეგ არის, ანუ კროს ვალიდაციაზე ვთქვით, რომ სტანდარტული პროცედურაა, რომ overfitting-ი თავიდან ავიცილოთ. კროს ვალიდაცია უნდა გავაკეთოთ, ანუ რამოდენიმე key fold-ად უნდა დავყოთ ჩემი data და თითეული prediction-ი, ანუ ის prediction-ები ისეთ fold-ებზე უნდა გავაკეთოთ, რომ რომელზეც დატრენინგებული არ არის ეს estimate-ორები, ანუ თუ 3 fold-ს გავაკეთებთ, აქ მექნება 3 fold-ის prediction-ი. და საბოლოო ჯამში სანამ სტაკინგს გავუკეთებთ, მე კიდე ერთხელ უნდა გადავატაროთ. მივიღეთ ეს F-ი, მე ამაზეც გავწვდით ეს H-ი და მე ახლა სტაკინგი რომ უნდა გავაკეთოთ და შევფუთოთ საბოლოო ჯამში ერთ კლიან estimate-ორში, ოღონ კომპლექსურ estimate-ორში. უბრალოდ ერთხელ კიდევ გადავატარებთ ამ estimate-ორებს აი ამ დატაზე. თავიდან ბოლომდე. ჰიპერპარამეტრების წუნინგზეც ვთქვით, რომ სათითაოდ უნდა დავაწუნინგოთ თითეული estimate-ორი ცალ-ცალკე. მე ეს აქაც H-საც რო გავაკეთებთ, ისეც ამ დატაზე ცალკე უნდა დავაწუნინგოთ. და ნუ ჰიპერპარამეტრების წუნინგის მერე მივყვებით ისევ სტანდარტულ პროცედურას. რა ჯერ ცალ-ცალკე რო დავაწუნინგებთ ამის ჰიპერპარამეტრებს, მერე მივყვებით აი ამის აგების სტანდარტულ პროცედურას, რომ ისევ კროს ვალიდაციას, ანუ key fold-ად დავუყობთ. ავაგებთ ამ ტრანსფორმირებულ feature sets. მერე ამის ჰიპერპარამეტრებს დავაწუნინგებთ და ამასაც დავატრენინგებთ.
სტანდარტულად როგორც ხდება. უკვე input-ი ეს იქნება. ვარია შესაძლებლობა გვაქვს, რომ ეს x წამოვიღოთ და ამას მივადგათ და ეგ იყოს მთლიანი input-ი უკვე აი ამ h-ის ტრენინგის დროს, მაგრამ შეიძლება არც მივადგათ. ეგეც ჩვენზეა დამოკიდებული რა. და ხო, ისიც ვაჩვენეთ ინტუიციის დონეზე, თუ რატომ არის სტაკინგი იდეაში მომგებიანი. ну, თუმცა კომპუტაციურად თვითონ ეს მიდგომა და პრინციპი მოთხოვნადია და ანუ ხარჯიანია, ასე რომ ვთქვათ, დიდი ხანია ჯერ ვაფშე დროსაც დიდ სანდომებს და თვითონ გამოთვლითი რესურსიც დიდი ბევრი ჭირდება. თუმცა ну გარანტირებულად შეგიძლიათ თქვათ, რომ ну საუკეთესო შედეგს გაცლებთ. იმ ესტიმატორები, base ესტიმატორებთან შედარებით, რაც გამოყენებული გქონდა პირველ ლეიერში, ან რა ვიცი, რამდენ ლეიერსაც ააგებთ რა. აი რა ვიცი, ეს იყო მე მგონი. ძალიან მოკლედ შეხვედრა გამოგვივიდა დანარჩენებთან შედარებით. და რა ვიცი, ეს არის საბოლოო paper reading-ი ალბათ ჩემთან რაც გავიარეთ. ალბათ იმ კვირიდან უკვე სხვა იქნება, ზუსტად არ ვიცი რომელი იქნება. რო ჩავხედოთ პრინციპში კი. ეს ვინატარებს ამას? ირაკლი სალია. ხო. ნიკა ირაკლი. ხო. ну მე ჩვენი მეგობრები სხვა დანარჩენ საკითხებზეც ისინიც გაგესაუბრებიან. რავი, ბავშვებო, მე ძალიან გამეხარდა თქვენთან კომუნიკაცია და გაცნობა. იმედი მაქვს, რომ რაღაც სასარგებლო ინფორმაცია მოგაწოდეთ და გამოიყენებთ. ну პირველი მიზანი და პირველი რაც არის ახლა რაც გელით წინ არის ეს შესარჩევი ტური და მეორე უკვე ოლიმპიადა. მაგრამ ну რა ვიცი რა, მეც საბოლოო ჯამში თუ ამ პროფესიაში წახვალთ და ამ პროფესიას აირჩევთ, იმედი მაქვს რომ გამოგებგებათ და ზედ ჩემს მიერ მოწოდებული ინფორმაციას კიდევ უფრო მეტს დააშენებთ თქვენ და კიდევ უფრო სიღრმისეულად ჩაიხედებით რა. გვაქვს რამე კითხვები თუ? კარგით, მაშინ აბა და მოვჩები ჩაწერას.